Ამებიჩენს პირველ სტუმარს ლევან მაჭავარიანს მოგესალმებით ბატონ ლევან მადლობა დაცემაში მონაწილეობისთვის. Როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელი წერილი გამოქვეყნდა, სადაც პუნქტობრივად დეტალურად არის ასახული 6 თვის მოვლენები, განვლილი 6 თვე არის შეჯამებული და ესე ვთქვათ, მიზანი არის გამოხატული ქართული ოცნების თუ რა არის, ეს არის თვითმმართველობის არჩევნებისთვის უსადებო და ამ არჩევნებში საბოლოოდ გამარჯვების გაფორმება. ვიდრე მიზანზე ვისაუბრებდეთ, მანამდე ბოდით განვლილ 6 თვეზე ვისაუბროთ და შედეგი რა მივიღეთ. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს წერს ამ წერილში, რომ ყველაზე მეტად დაზარალებული ამ პროცესიდან გამოვიდა ოპოზიცია, რომელსაც უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა გარეთ ძალების მხრიდან. მართლაც ასეთი არჩევნები არ გვახსოვს საქართველოს ისტორიაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მაინც რა არის მათი ბრძოლის ამ არაეფექტიანობის მიზეზი? ეს არაეფექტიანი მეთოდები თუ არ შემდგარი კონსოლიდაცია? როგორ ფიქრობთ, რამ დაასუსტა ოპოზიცია? პირველ რიგში მოგესალმებით, თეა, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. ძალიან დეტალურად აღწერა ბატონმა შალვა პაპუაშვილმა ეს 6 თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. მივყვეთ ჩვენს ქრონოლოგიურად, უბრალოდ რა თქმა უნდა უფრო მოკლედ შევაჯამებ ჩვენ. გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში 1,100,000 მხარდამჭერის, ასე ვთქვათ, დახმარებით ქართველების, რომლებმაც გაიაზრეს, რომ რეალურად ეს არჩევნები იყო ცოტა სხვა რაღაცა იდგა უბრალოდ ამ არჩევნების სასწორზე. ეს იყო ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები და რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ხმა უნდა მიეცათ მშვიდობისთვის, ხმა უნდა მიეცათ ტრადიციებისთვის, ჩვენი კულტურისთვის, ჩვენი იდენტობისთვის და ხმა უნდა მიეცათ ისეთი პარტიისთვის, ვის პირობებში გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოსშივე და არ ვეკითხებით უცხოელებს როგორ მოიქცე და როგორ გავატარო ჩვენი პოლიტიკური კურსი. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორებს ყოველთვის შევეკითხებით რჩევას, მათგანაც მოვისმენთ, მაგრამ თუ რაიმე ეწინააღმდეგება ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, არაფერს არ გავითვალისწინებთ და მივყვებით იმ გზას, რა გზითაც ქართული ოცნება დადის. არჩევნების შედეგების შემდეგ, ხო, ნუ ეხლა თქვენ კარგად გახსოვთ, ოპოზიციის ისტერია, თითქოს გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს იყო პირველი, რითიც მათ, მოდი ესე ვთქვათ, იმედები გაუწყვილეს თავიანთ ამომრჩეველს, ვინაიდან ატყუებდნენ თვეების განმავლობაში, იქ რაღაცა 300,000, 400,000 მოპარულ ხმაზე, 100,000 პირადობა დაკარგული ადამიანი და იქ სხვა შორის სახალხო დამცველმაც გააკეთა კარგი კომენტარი, რომ 100,000 ადამიანი თუ დარჩა პირადობის გარეშე, ფიზიკურად ერთმა როგორ არ მომართა მეო, ხო, ნუ რა თქმა უნდა, აბსურდზე იყო საუბარი, იქ ჩარევები რუსეთიდან, კოსმოსიდან, ასე შემდეგ, გაჟონვის თემა, მაგრამ ამას ყველაფერს რა თქმა უნდა წერტილი დაუსვა ეუთოოდირის საბოლოო ანგარიშმა, სადაც აბსოლუტურად არაფერი მსგავსი არ მოხვედრილა და ეუთოოდირის საბოლოო ანგარიში ეწერა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, აბსოლუტურად ყველა სუბიექტს ჰქონდა საშუალება, რომ ეწარმოებინა თავისუფალ გარემოში თავის არჩევნო კამპანია და ეუთოოდირმა გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი არჩეულ ხელისუფლებასთან. ამეთი არის წერტილის და ძახილის ნიშანის დასმული ყველაფერთან დაკავშირებით. ეს იყო პირველი, რითიც გაუწყვილეს იმედები თავიანთ ამომრჩეველს. ეხლა რა თქმა უნდა ბატონმა შალვა პაპუაშვილმა ახსენა თვითონ არჩევნების წინა პერიოდი, სადაც უპრეცედენტო ჩარევა. ხოლო საქართველოს ისტორიაში კი არა, მე არ ვიცი, არ გამიგია მსოფლიოს არც ერთი წერტილი, არც ერთი ქვეყანა, სადაც ესე უხეშად გარედან ერეოდნენ არჩევნებში, არ ღვევდნენ ყველანაირ მოდი ესე ვთქვათ, გაეროს წესდებიდან დაწყებული, სხვა ტიპის დოკუმენტაციით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველაფერს აგზავნიდნენ დელეგაციებზე, საგარეო საქმეთა მინისტრები გამოდიოდნენ პირდაპირ ანტისამთავრობო მიტინგებზე, იქ NGO-ებს აძლევდნენ უამრავ ფულს, შემაჯამებელი ასე ვთქვათ, შემაჯამებელი შეკრება, რაც ოპოზიციამ გააკეთა, NGO-მა დაუორგანიზეს, რა თქმა უნდა, იმ ფულით, რომელიც დონორმა ორგანიზაციებმა საქართველოში გამოუშვეს და რაც რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენი მთავარი დღის წესრიგი არის აკვირდებით, როგორ ვკეტავთ ასეთ თემებს, ანუ შავ დაფინანსებებზე არის საუბარი, იგივე გრანტების შესახებ კანონი რომ მივიღეთ, იგივე ერთ-ერთში ფარა რო გადმოვიტანეთ და ასე შემდეგ, რომ ესეთი რაღაცა არ მოხდეს და რაღაცა შენიღბული დაფინანსებები არ იყოს, მიუხედავად მაგისა დამარცხდნენ და შემდეგ უკვე საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობაზე თქვენს უარი. 61 მანდატი პატარა შედეგი ნამდვილად არ არის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა შედეგს მათ მიაღწიეს და მათი ამორჩეველი, რა თქმა უნდა, ელოდებოდა ოპოზიციის მუშაობას უკვე პარლამენტიდან, კომიტეტებში, ტრიბუნა აქვთ, აბსოლუტურად სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, პლატფორმა ეძლეოდათ, ვიდრე ქუჩიდან რაღაცეების იქ ძახილი და ყვირილი და ასე შემდეგ და როდესაც მათ
დიახ, აი ამ 6 თვეს რო გადავავლოთ თვალი და რო შევადაროთ თუნდაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მე ვთქვი კიდევაც საკადროში, რომ ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა განიზრახა ოპოზიციამ. ამჯერად რის იმედი ჰქონდათ ოპოზიციას, როცა ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა? კი ბატონო, აი ზუსტად მან მივდიოდი თეაკ, აი ის იყო შეკითხვის დამატება თქვენი მხრიდან. 61 მანდატი როგორც თქვი პატარა საქმე არ არის და ელოდებოდა მათი ამორჩეველი, რომ ოპოზიცია უკვე პარლამენტიდან იაქტიურებდა, თუმცა მათ მოინდომეს იმ სერიის გამეორება, რომელიც 2020 წელს შემოგთავაზეს რაღაცა ხელოვნური კრიზისის შექმნა, იქ გახსოვთ შარლ-მიშელის დოკუმენტი, ჩვენ მაშინ გავედით კონსტიტუციის ფარგლებიდან, იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაცია დაგვესტაბილიზდა, რაღაცნაირად სტაბილიზირება მომხდარიყო სიტუაციის, მაგრამ მაშინვე განვაცხადეთ, როდესაც ამ ხელშეკრულებიდან გამოვედით 100 დღის თავზე, როდესაც ნაციონალურ მოძრაობამ შეგახსენებთ, რომ ხელი არ მოაწერა, რომ ჩვენ არასდროს ამას აღარ გავიმეორებთ და არასდროს არ გავალთ ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებიდან. ეტყობა ეს ვერ გათვალეს მათმა გარე უფროსებმა, ეგონათ რომ ჩვენ ასე ვთქვათ კიდევ რაღაცა ტიპის დათმობებზე წავიდოდით, ჩვენ არავისთვის არაფერი არ დაგვიძალებია, რა თქმა უნდა, მათ მოგმართებს მანდატების ჩახსნასთან დაკავშირებით, არც ხვეწნა არ დაგვიწყია, არც დაძალება არ დაგვიწყია, უბრალოდ რეგლამენტი უკვე ითვალისწინებდა, რომ რაღაცა პერიოდში ეს მანდატები უნდა ჩახსნილიყო და ამითაც გაუწყვილეს თავიანთ ამორჩეველს იმედები, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ ნუ არანაირი მუშაობა არ შეთავაზეს პარლამენტიდან და ისევ ქუჩის ტრიბუნას იყენებენ ამ ყველაფრისთვის და ძალიან სამწუხარო რა ისით და მე ხაზი მინდა ამას გაუსვა და ხშირად ვცდილობ ხოლმე რომ ჩემი ხმა მივაწვდინო ისეთ ამორჩეველს, რომელიც ჩვენ მხარს არ გვიჭერს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობაც ძალიან მსუბუქად რო ვთქვათ არ უყვარს. მაგრამ ნუ აი რაღაცნაირად მაინც კოლექტიური ნაცმოძრაობის დღის წესრიგში ჯდებიან მათ და უნებურად ესეთი ტიპის ამორჩეველებზე მაქვს მე საუბარი. აი, როდესაც ერთ მხარეს დგას ქართული ოცნება, როდესაც ახლა ჩვენი მოქალაქეები მით უმეტეს ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ატყობენ, რომ აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ, რაც შეეხება ჩვენ ქვეყანას, გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან, ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, მაგისი გარანტი ვართ და ვერავინ მაგაზე ვერაფერს რა თქმა უნდა საწინააღმდეგოს ვერ გვეტყვის. ეკონომიკურად ვითარდებით, ეს ჩვენი ციფრები არ არის, ეს არის მსოფლიო ბანკის ციფრები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ციფრები, რითიც გვიწინას წარმეტყველეს, რომ 2030 წლის ჩათვლით ესეთი ტემპით უნდა გავიზარდოთ და შესაბამისად ძალიან დიდი ალბათობით 5 წელიწადში ჩვენ გადავალთ მაღალ შემოსავლიანი ქვეყნების რანგში, ხომ? აი ესე ვითარდებით ჩვენ და მეორე მხარეს არის, ესე იგი, ერთად შეკრებილი ნინო ლომჯარია, კაპიტანი გიგაური, ბაია პატარაია, ანა სუბელიანი, რომელიც სხვათა შორის გამოირჩევიან ეს ადამიანები, ამათი მოდი ესე ვთქვათ, ბაბლი, პატრიარქის შეურაცხყოფით და შემდეგ უკვე გვევლინებიან აღდგომას სანთლებით ხელში, თითქოს გალობენ და ასე შემდეგ. მათთან ერთად დგას მთლიანად ნაციონალური მოძრაობა. კოლექტიურს ჩვენ კი ვეძახით, მაგრამ თქვათ ეს ამორჩეველი, ვიზეც ახლა მე აქცენტი მაქვს, გაკეთებული, ვერ ხვდება რომ ეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ხომ ხედავს რომ ეს პიროვნებები უშუალოდ ნაციონალური მოძრაობა, თითქოს რაღაცა ახალი თავისი გვარამიათი და ასე შემდეგ, რომელიც თავიდან ნაციონალური მოძრაობა. მამუკა ხაზარაძე, ბატონი ჯაფარიძე, ბატონი გახარია. აბსოლუტურად ყველანი ესენი დგანან საპირისპირო მხარეს. და როგორ შეიძლება რომ იქით ამ მხარე იყოს მართალი, ახლა მე ვინც ჩამოთვალე იმ პიროვნებებიდან გამომდინარე, მათი წარსულიდან გამომდინარე და მათი რეპუტაციიდან და მათი ყოველდღიური საუბრიდან გამომდინარე, ხო? და მოდი გადავხედოთ. ამ პროცესში არ შეიძლება კიდევ ერთი ფიგურა არ გამოვტოვოთ, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. აი, რა როლი ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს ამ პროცესში, როდესაც არ შემდგა კოორდინაციაზე, კონსოლიდაციაზე? პირდაპირ გეტყვით. კი, პირდაპირ გეტყვით. ქალბატონი ზურაბიშვილი იყო გამაცენტრალიზირებელი იმ ინსტრუქციების, რა ინსტრუქციებიც მოდიოდა ქვეყნის გარედან, რადიკალური ოპოზიციისთვის. ის უბრალოდ ამ ყველაფერს აცენტრალიზირებდა. ფსონი იყო მასზე დადებული იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა რა თქმა უნდა ამ ქალბატონთან დაკავშირებით იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა სისხლიან რეჟიმთან კავშირი ქონია ან ასე შემდეგ. შესაბამისად, სწორედ ამიტომ აირჩიეს მისი ფიგურა და არ აურჩევიათ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობიდან გარეთ ამკვეთებს ფიგურა, ვინაიდან დანარჩენები ყველანი ასოცირდებიან ან სისხლიან რეჟიმთან, ან ბიზნესის რეკეტთან, ან ქვეყნის ღალატთან და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს ფსონი აღმოჩნდა წარუმატებელი
და ეხლა ქალბატონ ზურაბიშვილს ეხლა უკვე რა სიტყვებით მოიხსენიებენ, კარგად ხედავთ, ახალი ინსტრუქცია ან წამოსული არ არის, ან პირდაპირ წამოსულია, რომ დრო მოვიდა, რომ ჩავრეცხოთ, უკაცრავად ამ სიტყვებისთვის ქალბატონზე საუბრობ და ეხლა შეიძლება იფიქრონ რაღაცა ახალი ლიდერის გამოჩენაზე, რომელიც რა თქმა უნდა არსებული პოლიტიკური ველიდან უნდა იყოს, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობიდან უნდა იყოს და ელოდებიან ამ ინსტრუქციებს, სანამ ეს ინსტრუქციები წამოსული არ არის, ქაოსი არის და ერთმანეთის დაჭმაზე არიან გადასულები და კიდე ერთი რაღაცა მინდა მნიშვნელოვანი დავამატო, აი სწორედ იმ საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, რომ თვითონ ამ 4 რადიკალურ პარტიაში არის სერიოზული დაძაბულობა და უკმაყოფილება, ვინაიდან ის ადამიანები, ვინც გამსვლელ სიებში იყვნენ, ხო? ბევრი იმიტომ მოხდა, რომ ფულადი რესურსი ჩადო ამაში. ბევრი იმიტომ მოხდა, რომ მაგრა იმუშავა და ხმების რესურსი მოიძია. ბევრი იმიტომ მოხდა, რომ კიდე სხვა ტიპის შრომა გაწია. და არიან იქ ადამიანები, ვინც ბავშვობიდან ოცნებობდნენ პარლამენტარობას და შესაბამისად ესენი ყველანი ქუჩაში რომ დარჩნენ, იმ პირობით, რომ მოდი ახლა ესე მოვიქცეთ ჩვენ და იქ ჩვენ გარე დამკვეთებს იმას დაავალაგებინებთ, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება და ახლა ეს ადამიანები რომ დარწმუნდნენ ამათი პარტიის წევრები, ეს გამსვლელი სიის წევრები, რომ არანაირი ახალი არჩევნები არ იქნება, იმიტომ რომ ამისი საფუძველი არ არსებობს და კონსტიტუციის მიხედვით ჩატარდება არჩევნები საპარლამენტო 2028 წელს. შიგნით არის სერიოზული დაძაბულობა მაქედან გამომდინარე, ვინაიდან მათ პლატფორმაც გამოეცალათ, ხო? მაგრამ ჰარაკირი ჩაიტარეს თვითონ თავის ხელით, იმიტომ რომ იყვნენ გარე დამკვეთების იმედზე, რომ აი ამ ზეწოლის, ამ შანტაჟის შედეგად ჩვენ გვაიძულებდნენ, რომ კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გავსულიყავით, როგორც ეს 2020 წელს მოხდა და ჩაგვენიშნა რაღაცა რიგარეშე თუ ახალი არჩევნები, რაც გამორიცხულია, ჩვენ თავიდანვე ამ პოზიციაზე ვიდექით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ რეზოლუციაში რა ჩაგვიწერენ, ერთი მტკიცებულება ვერავინ ვერ წარმოადგინა ვერაფერზე. შესაბამისად, აი ეს ყველაფერი, რაც ახლა მე შევაჯამე, გამოიწვია მათმა არასწორმა პროგნოზმა, მათ დამკვეთების არასწორმა პროგნოზმა. მოდით ახლა იმ მიზანზე ვისაუბროთ, რომელიც წერილშიც არის და თქვენც შეგიძლიათ ამაზე საუბარი. ანუ მიზანი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს, ეს არის გამარჯვების საბოლოო გაფორმება. აი, ესეც რო გითხრათ, რას ნიშნავს გამარჯვების საბოლოო გაფორმება, იმიტომ რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა და აქვს შედეგი. ანუ თვითმმართველობის არჩევნებში რა საბოლოო გამარჯვების გაფორმებაზე არის საუბარი. ეს რო განმარტო და პლუს ამას აქვე არის ამ მიმდინარე წელზე თუ საუბრობთ და მიზანზე თუ საუბრობთ. ჩვენ ხედავთ ახალი თემა არის წამოწეული წინ, ეს არის რომ შესაძლოა ევროკომისია მიიღოს ახალი აამოქმედოს ახალი მექანიზმი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. აქ ჩვენ ვნახეთ დღეს ვანო ჩხიკვაძის წერილიც, რომელიც არათუ ამ მექანიზმის არამოქმედებაზე საუბრობს, პირიქით ამოქმედებაზე და ერთ-ერთ ბერკეტად რომ გამოიყენოს ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ქართულების წინააღმდეგ. აი, როგორ უნდა მივაღწიოთ მიზანს ისე, რომ არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის მთავარი ინტერესი, ჩვენი ევროპულ სტრუქტურებში სრულფასოვანი გაწევრიანება. კი ბატონო, მაშინ ორად დავყოთ თემა. მოდი ჯერ დავიწყებ თვითმმართველობის არჩევნებით, შემდეგ გადავიდეთ უკვე ამ ბატონი ჩხიკვაძის და სხვა NGO-შნიკების ეგრეთ წოდებული სოროსისტების მოქმედებაზე. ხა ჩვენ საიუბილეო მეათე გამარჯვება იქნება თუ არ ვცდები და რეალურად გამოჩნდება კიდევ ერთხელ ლუსტრირება მოხდება რა რეიტინგი აქვს დღეს ოპოზიციას, რომელიც ქონდათ რეიტინგი, ხაზი გავუსვი, 61 მანდატი პატარა საქმე არ იყო, მაგრამ მათი დესტრუქციული ქმედებების შედეგად და იმის შედეგად, რაც მე ჩამოვთვალე და პლუს იმის შედეგად, რომ პირდაპირ აცხადებდნენ, რომ მათ მიზანს წარმოადგენს ახლა ქვეყნის ეკონომიკური დესტაბილიზაცია. რაც ბატონმა ტრამპმა დაიკავა ოვალ ოფისი, კიდევ ძალიან ბევრი რაღაცა გამომჟღავნდა, რაც მათივე ამორჩევლის თვალში გამოჩნდა ისე, რომ ქართულმა ოცნებამ უალტერნატივოდ იარა და ჩვენ რა ნაბიჯების გადავდგიდა, რა გზავნილებიც ქონდა, ეს იყო აბსოლუტურად უალტერნატივო პოლიტიკის ნაწილი და ეს სიფრთხილე და პრაგმატიზმი, ცივსისხლიანი პრაგმატიზმი იყო აუცილებელი. ეს არის ერთი თემა და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დაავალებენ უცხოელები და მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას. ეხლა აქ აკრძალვის თემასაც გავაგრძელებ, ჩვენ მხარდამჭერებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ ვაპირებდით სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე არჩევნებამდე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გაფართოვდა მანდატი და ანუ 2012 წლამდე დანაშაულების მაგივრად დღემდე დანაშაულებს იძიებს, მაქედან გამომდინარე არ გვინდოდა, რომ ძალიან დაჩქარებულ რეჟიმში ეს მოხდარიყო, რომ ორი კვირით ადრე აკრძალულიყო ან ერთი პარტია, ან კოლექტიურად ნაციონალური მოძრაობა, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი სასპეკულაციო ექნებოდა უცხოელებს, მათ პატრონებს პირველ რიგში, შესაბამისად ჯერ გამანადგურებლად დავამარცხეთ 64-ვე მუნიციპალიტეტში და პირობა
რეალობას ვაძლევთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ აუცილებლად წელსვე მოხდება იმ დაპირების შესრულება, რომ ჩვენ გავაქრობთ ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური ველიდან. ეხლა რაც შეეხება ბატონი ჩხიკვაძე და მისნაირები, სოროსის ტები, მოდი პირდაპირ ესე ვთქვათ, NGO-შნიკები, რა თქმა უნდა, ეხლა არის NGO ორგანიზაციები საქართველოში, რომელიც კეთილ საქმესაც ემსახურებიან, ყოველთვის ხას უსმენთ ხოლმე და მაგალითად 500-მდე ორგანიზაცია დარეგისტრირდა გამჭვირვალობის რეესტრში. დასამალი არაფერი არ აქვს, მაგრამ არის ასობით ორგანიზაცია, რომელიც ხელს გვიშლიდა ვიზა ლიბერალიზაციაში. ხელს გვიშლიდა კანდიდატის სტატუსის აღებაში. ეს გამოქვეყნდა ოფიციალურად ვინაგზავნიდა საშინელ დასკვნებს, ეს კოლექტიური გიგაურები, ლომჟარიები და ჩხიკვაძეები. დღესაც ხელს გვიშლიან და სურთ, რა თქმა უნდა, და ეს პროცესი დიდი ხანი არის დაწყებულია, კაბინეტებში დადიან და ეხვეწებიან ევრობიუროკრატებს, რომ იქნებ ბოლო ტყვია გამოიყენონ თავიანთი მჭიდიდან ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომ სხვა საშანტაჟო მექანიზმი ფიზიკურად უკვე არაფერი აღარ დარჩა, ყველაფერი მყარად გავიარეთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის მხარდამჭერით და იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ხალხი ბრძენია და ჩვენ გამოვყნენ, თორე რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენი მოქალაქეების გარეშე ჩვენ ამას ესე მყარად ნამდვილად ვერ გავივლიდით. ეხლა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და არ ამგონია, რომ ამითი ისარგებლონ, მოდი ესე ვთქვა და საქართველოს მოარგონ ეს რეალობა წინასაარჩევნოდ, ვინაიდან ჩვენ ამასაც გავუმკლავდებით, მოდი პირდაპირ ესე ვთქვა, მეორე ჩვენ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ შეგვიქმნია ამისთვის, მაგიტო ვარ ოპტიმისტურად განწყობილი და ძალიან ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება ეს ყველაფერი და მოდი კიდე ერთ რაღაცას გადავხედოთ და მე ხშირად მიხსენებია ეს ფრაზა, რომ როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპასთან მეგობრობა, არანაკლებ ჭირდება ევროკავშირს მეგობრობა ჩვენთან და ნუ ბიუროკრატებზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ევროკავშირს ცალკე ვახსენებთ, რა თქმა უნდა პოზიტიურ ჭრილში აქ არის საუბარი ევრობიუროკრატებზე და აქ ერთ რაღაცასაც შეგახსენებთ, როდესაც ჩვენ იგივე ბიუროკრატები მაგალითად საყვედურობდნენ, რომ რატო დავმეგობრდით ჩინეთთან ესე ახლოს მაგალითად, რატომ გვაქვს ესეთი ახლო მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანთან, დღეს ახლა თქვენ ხედავთ განცხადებებს, როდესაც სხვა რეალობა დადგა ნამდვილად აზერბაიჯანს რო დავმეგობროთ. იქიდან გამომდინარე, რომ ის პროექტი, რაშიც ჩვენ საკვანძო ადგილს ვიკავებთ, ანაკლის სპორტი რომ უნდა აშენდეს, ხო, ის ტვირთი, რომელიც ევროპას მიეწოდება, უნდა გაიაროს საქართველოს. შესაბამისად, ევროპა საბოლოო ჯამში საქართველოსთან დამეგობრება მოუწევს და ეს არის უალტერნატივა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევონ, ამ თემებზე კიდევ ვისაუბროთ სხვა დროს. ლევონ მაჭავარიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.